ისე უყარხართ თუ არა თქვენი ჩაფიქრებულ ადამიანს თავისი ქმედებების მიუხედავად. მოდი ეს იყოს საჯარო გაშლა. გამოსავალს ეძებს და სიყვარულით ისე უყარხართ. მაგრამ ქმედებებში ძალიან გაუფასურებული აქვს ეს თავისი ქმედებები, რადგან არ იცის როგორ მოიქცეს. და ეს როცა არ იცის როგორ მოიქცეს, თითქოს აუფასურებს იმ სიყვარულს, რომელშიც არის. მაგრამ სიყვარულით ისევ უყარხართ. ბევრი ჭირვა რომ გამოვლილი გრძნობა აკავშირებს, რომელთანაც რესურსი აქვს ურთიერთობაში ჩადებული და ანუ არ უნდა რომ ეს რესურსი დაიკარგოს და გაიფლანგოს უშედეგოდ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ კი, ისე უყარხართ და მისთვის დღემდე უზომოდ მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. მე კი გეტყვით რომ 24-დან 30 დეკემბრის ჩაქვთ 50%-იანი ფასდაკლება არის სრულ დიაგნოსტიკაზე, ვინც არ ჩაწერილ ხართ და გინდათ რომ ჩაეწეროთ, მოასწრეთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადგილია უკვე ფაქტობრივად და ფიზიკურად დარჩენილი ადგილებზე. და თუ გინდათ კონსულტაციის გავლა, გინდათ ასტროლოგიური მიმართულებით, გინდათ ტაროლოგიური მიმართულებით, გინდათ ბედის მატრიცის შედგენის გამო, გინდათ უბრალოდ ენერგეტიკულ წმენდებზეც, ყველაფერზე არის 50%-იანი ფასდაკლება 30-მდე, ვინც მოასწრებს ამ პერიოდში ჩაწერას. მადლობა ყურადღებისთვის.